საქართველოში მოცვის მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად წელს არსებული ცუდი კლიმატური პირობებისა, ქვეყანაში ლურჯი მოცვის მოსავლიანობა 25%-ის ფარგლებში გაიზარდა და შესაბამისად საქართველომ მოახერხა, რომ პროდუქტი ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გაეტანა. ლურჯი მოცვის რა რაოდენობის მოსავალი მიიღო ქვეყანამ წელს, რომელ ბაზრებზე მოახდინა პროდუქციის ექსპორტი და რა პრობლემებზე საუბრობენ დარგის ექსპერტები. თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით. დღემშვიდობის სტატია მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დაახლოებით 25%-ით გაზრდილი მოსავლიანობა და 7,000 ტონამდე მიღებული ლურჯი მოცვის შედეგებია, რომელიც ქვეყანას წელს მოცვის წარმოებაში აქვს. როგორც მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც მიმდინარე წელს მწარმოებლებს ცუდმა კლიმატურმა პირობებმა შეუქმნა, ქვეყანა მაინც შეძლო გასული წლის მაჩვენებლები გაეუმჯობესებინა. კერძოდ, გაზაფხულზე საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მოცვი იწარმოება, იყო ყინვები და სტიქია, რამაც მოსავლის ნაწილი გაანადგურა. თუმცა საბოლოო ჯამში ახალი ბაღების ხარჯზე, როგორც უკვე გითხარით, მოცვის მოსავალმა 7,000 ტონას მიაღწია. ასოციაციის ინფორმაციით, რეალურად ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მომდევნო 3-4 წელში 25,000 ტონამდე მოცვი აწარმოოს, მით უფრო რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ მოცვზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი მიზეზი მოსავლის მიღების პერიოდია. ქართული მოცვი მაისის თვიდან ივლისის ბოლომდე პერიოდში მოდის, ანუ მაშინ, როცა მსოფლიოში ლურჯი მოცვის სხვა მწარმოებელი ქვეყნები ბოლო მოსავალს აგროვებენ. შესაბამისად, ქართული მოცვი გლობალურ ბაზრებზე გასაყიდად მაშინ შედის, როდესაც ბაზარზე მისი დეფიციტია. გარდა ამისა, დარგის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს უპირატესობა მისი მდებარეობაცაა. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს, რადგან ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია და წელსაც ქართული მოცვი ექსპორტზე 8 სახელმწიფოში გავიდა, მათ შორის ევროკავშირისა და გალფის ქვეყნებში, ასევე ინდოეთში. მწარმოებლები ამბობენ, რომ წელს გაზრდილი იყო ქართული მოცვის საექსპორტო ფასიც და 1 კილოგრამზე 10 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობდა. ექსპერტების შეფასებით, მომდევნო წლებში ქართულ მოცვზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. გასულ წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა წელს გვიან გაზაფხულზე საგაზაფხულო ყინვები და ასევე სტიქია, გურის და აჭარის რეგიონებში, მიუხედავად ამისა, ახალი ბაღების ზრდის ხარჯზე ჰქონდა დაახლოებით 25%-იანი მოსავლის ზრდა. განხორციელდა ექსპორტი დაახლოებით 8 ქვეყანაში, ეს არის რუსეთი, გალფის ქვეყნები და ევროკავშირი, ასევე ჰქონდა საშუალება გაგვეტანა პროდუქცია ინდოეთში. დაგეგმილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიც, ისრაელის მაგალითზე გეტყვით, სამწუხაროდ ომმა განაპირობა ის, რომ შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა და მან ვეღარ განხორციელდა პროდუქციის მიწოდება, მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვიძლია შევაჩვენოთ, რომ ნორმალურად ჩაიარა სეზონმა, განსაკუთრებით გამოყოფდი ფასს, რომ თუ წინა წლებთან შედარებით საშუალო ფასი ბევრად მაღალი იყო. წელს საკმაოდ რთული სეზონი ჰქონდა. იყო გამოწვეული უხვინა ალექით, იყო გამოწვეული მანამდე ყინვებით, რამაც ხელი შეუშალა მცენარის განვითარებას და ხელი შეუშალა დროულად მოსავლის დაბინავებას. თუმცა ჯამში მაინც მოვახერხეთ ყველა მწარმოებელთანიამ გაგვეხორციელებინა ექსპორტი ხარისხიანი ქართული მოცვის და განსაკუთრებით შევძელით უფრო მეტი დაკმაყოფილება არა მხოლოდ ახლომეზობელი ქვეყნების, აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნების. პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ მოცვი არის საკმაოდ მოკლევადიანი შინახვის პროდუქტი. თვითონ ქართული მოცვის კარგი ხარისხი აქვს მოკრეფისას, მაგრამ სანამ შორეულ ქვეყნებამდე მივა ძირითად რბილდება და აღარა ისეთი ხარისხი, რომელსაც მოხმარებელი ითხოვს ხოლმე, აქედან გამომდინარე ყველაზე კარგი პოტენციალი ექნება საქართველოს იმ ქვეყნებში გაიტანოს, რომლისგანაც ნაკლებად არის გეოგრაფიულად დაშორებული. ესეთი მარკეტი ჩვენ ნახეთ ძირითადად მუსლიმური ქვეყნებია, მაგალითად არაბეთის ქვეყნები, სადაც ცირე რაოდენობით უკვე გავიტანეთ მოცვი და ფასით საკმაოდ კარგი აჩვენა. ზოგადად მსოფლიოში მოცვის მოხმარება როგორც ესეთი იმატებს, ესეთი პროდუქტია, რომელიც უფრო მოდაში შემოდის და მომავალში, რა თქმა უნდა, პოტენციალი აქვს ქართულ მოცვს საექსპორტო მარკეტებზე.
რაც შეეხება ლურჯი მოცვის წარმოების ისტორიას საქართველოში, მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა და ამ კულტურის წარმოება პროგრამის დანერგე მომავალის ფარგლებში დაიწყო. პირველი კომერციული მოსავალი კი ქვეყანამ 2015 წელს მიიღო. ამჟამად ქვეყანაში ლურჯი მოცვის ბაღები 3000 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და ეს მონაცემი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მოცვი ინტენსიურად მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია შენდება და ის სრულიად ახალი არატრადიციული კულტურაა ქართველი ფერმერებისთვის, არსებობს მის წარმოებასთან დაკავშირებული გარკვეული გამოწვევებიც. მათ შორის ექსპერტები უპირველეს ყოვლისა აგრონომიული ცოდნის დეფიციტს ასახელებენ. ფერმერების ნაწილმა არ იცის თუ როგორ მოუაროს სწორად მოცვის ბაღებს და ამუშავოს ნიადაგი. გარდა ამისა, გამოწვევას წარმოადგენს უხარისხო ნერგების საკითხით, დაბრკოლებებია ექსპორტის ნაწილშიც, კერძოდ სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობა, რაც ცივი ჯაჭვის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ ამ დრომდე საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს საქართველოდან მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, ვინაიდან მაგალითად ქუთაისის აეროპორტს სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი ამ დრომდე არ გააჩნია. დაგში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები. დავიწყოთ იქიდან გამომდინარე, რომ ჯიშების უმრავლესობა არ არის სწორად გაშენებული, არ არის ნიადაგი სწორად დამუშავებული და რაც საბოლოო ჯამში მოსავლის სიმცირესთან არის დაკავშირებული. ლოგისტიკური პრობლემებიც საკმაოდ ბევრია, ქონდა დიდი შეფერხებები საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა ჩვენს აეროპორტებში, ძირითადად თბილისის აეროპორტზე არის საუბარი, იგეგმება მომავალი წლისთვის, იმედი გვაქვს, რომ გვექნება უკვე კარგო ტერმინალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და შესაბამისად ახლოც არის ჩვენს ბაღებთან და უფრო მარტივი იქნება მოცვის ტრანსპორტირება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც სექტორმა ნახა, იყო მოსავლიანობაზე ნაკლები მოსავალი, როგორც იცით, 20 ტონა ჰექტარზე იყო თავდაპირველად მოსალოდნელი, მაგრამ შემდგომში ბიზნესიდან 8-დან 10 ტონამდე ნახეს ძირითადად მოსავალიას დაკავშირებული იყო რამდენიმე განსხვავებულ ფაქტორთან, ეს იქნება მოცვის ნერგების დაბალი ხარისხი შედარებით, ცოდნის ნაკლებობა, არახელსაყრელი კლიმატი და ასე შემდეგ. ეს მთავარი ფაქტორები იყო, რაც გამოიწვია ძირითადი ჩამორჩენა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ იმუშავა ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაბლოკა რამდენიმე არაკეთილსინთეზიერი ნერგის მომწოდებელი, რომელიც ეს უხარისხო ნერგებს აწვდიდა ქართულ ბაზარს. გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს მსგავსად მოცვის როგორც საექსპორტო პროდუქტის მნიშვნელობა მზარდია მთელ მსოფლიოში, შესაბამისად იზრდება ამ სექტორის შემოსავლებიც. მაგალითისთვის წელს ექსპერტები ელიან, რომ გლობალურ ბაზრებზე მოცვის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები $10 მილიარდ გაუტოლდება. მადლობა მარი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო კულტურაზე მარი მელიქიშვილი საუბრობდა დეტალურად ჩვენს ეთერში.